Საქსტატმა 2026 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით საქართველოს რკინიგზის საქმიანობის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც რკინიგზის მგზავრთ ნაკადი წინა წელთან შედარებით შემცირებულია. დოკუმენტის თანახმად რკინიგზას სულ 302,000 მგზავრი ჰყავდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14%-ით ნაკლებია. საქსტატის ინფორმაციით 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს აეროპორტები 1,600,000 მგზავრს მოემსახურა, რაც 4%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. დეტალები რამდენიმე წუთში. განათლების სამინისტრომ 1,801,000 ერთეულის სასკოლო ფორმის შესყიდვის ფასთა მოკვლევისთვის ბაზრის კვლევა მეორედ გამოაცხადა. კვლევის დასრულების დრო კი 25 მაისია მითითებული. შესაბამისი პირობები ბაზრის კვლევის დოკუმენტშია გაწერილი, რომლის მიხედვითაც მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს როგორც ფორმების წარმოება, ისე მათი ტრანსპორტირება და მისამართებზე დასაწყობება. საღამოშიდობის BMG-ის გუნდის წევრებთან ერთად საქმიან საღამოს წარმოგიდგენთ. ჩვენი ამ გადაცემის ავტორები გიორგი თოლურდავა და ბექა ბაციკაძე ვართ. დავიწყოთ. საქსტატის მონაცემებით 2026 წლის მარტში უმუშევრობის დონე 14,4%-მდე შემცირდა, თუმცა ეს დინამიკა არა ახალი სამუშაო ადგილების შექმნით, არამედ შრომის ბაზრიდან მოსახლეობის გადინებით არის განპირობებული. პირველ კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე 1,4%-ული პუნქტით 53,4%-მდე შემცირდა, ხოლო დასაქმების დონე 45,7%-მდე დაეცა. ეკონომიკური აქტივობის კლება განსაკუთრებით თვალსაჩინოა ქალაქის ტიპის დასახლებებში 2,4%-ული პუნქტით არის შემცირება, ამასთან დასაქმებულთა სტრუქტურაში დაქირავებულთა წილი 67,5%-მდე შემცირდა, რაც სტაბილური სამუშაო ადგილების კლებაზე მიუთითებს. გენდერულ წრილში უმუშევრობა ქალებში 12,1%-მდე გაიზარდა, კაცებში კი 16,2%-მდე შემცირდა, რაც დასაქმების საერთო დონის საყოველთაო ვარდნის ფონზე მიმდინარეობს. Makroekonomიკური აქტივობის ტენდენციები პირდაპირ აისახება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის საოპერაციო მაჩვენებლებზეც. 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რკინიგზის მგზავრთა ნაკადი 14%-ით შემცირდა და 302,000 შეადგინა. აღნიშნული მოცულობა თბილისის მეტროპოლიტენის მხოლოდ ერთი დღის დატვირთვასაც კი ჩამორჩება. შექმნილი ნეგატიური დინამიკის ფონზე მენეჯმენტი სამომავლო ინფრასტრუქტურულ გეგმებსა და თბილისი-ბაქოს რეისის აღდგენაზე მიუთითებს, თუმცა მიმდინარე ეტაპზე კომპანია საოპერაციო სტაგნაციას განიცდის. სამგზავრო ნაკადების პარალელურად შემცირებულია სარკინიგზო ტვირთბრუნვაც, რომელმაც საანგარიშო პერიოდში 1,000,000 ტონა შეადგინა. რკინიგზით გადაზიდული ტვირთების დეტალური ანალიზი აჩვენებს, რომ სატრანსპორტო დერეფანი მეტწილად სატრანზიტო ფუნქციაზეა დაახლოებით 57%-ით დამოკიდებული. საერთაშორისო გადაზიდვებში იკვეთება მკვეთრი საიმპორტო დისბალანსი, ტვირთების 75% შემოტანაზე მოდის, სადაც უმსხვილესი კონტრაგენტი რუსეთის ფედერაცია 40,6%-ით. საექსპორტო მიმართულებით ყაზახეთი და სომხეთი ლიდერობენ, ხოლო სატრანზიტო ნაკადებში წამყვან პოზიციებს ჩინეთი და თურქეთი იკავებენ. დასაქონლო ჯგუფების მიხედვით გადაზიდვებში კვლავ დაბალი გადამუშავების ნედლეული დომინირებს, კერძოდ ნავთობპროდუქტები და ქიმიური პროდუქტები. სარკინიგზო სექტორში არსებული სტაგნაციისგან განსხვავებით, საზღვაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით ტვირთების გადამისამართება ფიქსირდება. 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს პორტებისა და ტერმინალების დატვირთვა 19,7%-ით გაიზარდა და 4,3 ტონა შეადგინა, თუმცა შემოსული გემების რაოდენობა 50 ერთეულით შემცირდა და 401 შეადგინა, რაც მსხვილი ტევადობის გემებზე გამოყენებას მიანიშნებს. გემთნაკადის კლება ყველაზე მკვეთრად თხევად ტვირთმზიდებზე აისახება. ლოგისტიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კაპიტალური დანახარჯების ტენდენციები. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ანგარიშის მიხედვით 2025 წელს გაფორმებული კონტრაქტების ჯამური ღირებულება 21%-ით შემცირდა და 6,4 მილიარდი ლარი შეადგინა. რაც მსხვილი პროექტების გადავადებაზე ან ბიუჯეტის შეკვეცაზე მიუთითებს, ამასთან სახეზეა საბიუჯეტო სახსრების მაღალი კონცენტრაცია, მთლიანი დანახარჯებიდან 1,7 მილიარდი ლარი, მხოლოდ
10 უწყებაზე ნაწილდება. უმსხვილესი შემწყიდველი კვლავ საავტომობილო გზების დეპარტამენტია 562 მილიონი ლარით, რომელსაც თბილისის მერია მოჰყვება 205 მილიონი ლარით და მუნიციპალური განვითარების ფონდი ხურავს სამეულს 175 მილიონი ლარით. შესყიდვების მოცულობის კლების პარალელურად სისტემაში კვლავ პრობლემურად რჩება ტერმინალების გამჭვირვალობისა და კონკურენციის ხარისხი. 6.4 მილიარდი ლარის თვლიანი ასიგნებიდან ღია ელექტრონულ პროცედურებზე მხოლოდ 71% მოდიოდა, ხოლო გამარტივებული შესყიდვების, ანუ ტენდერების გარეშე პირდაპირ მოლაპარაკებების გზით გაყიდვების მოცულობა 1.1 მილიარდი ლარი შეადგინა. არაკონკურენტული შესყიდვების სტრუქტურაში ტიპური კონტრაქტების გარდა 222 მილიონი ლარი სასოფლო-სამეურნეო სექტორის პირდაპირ სუბსიდირებაზე მიიმართა. სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის ხარვეზებზე მიუთითებს განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებული ბაზრის ხელახალი კვლევა 1.8 მილიონი სასკოლო ფორმის შესასყიდად, მას შემდეგ რაც 14 მაისს თითქმის 45 მილიონი ლარის ღირებულების ძირითადი ტენდერი შეწყდა. უწყება პოტენციურ მიმწოდებლებს და მომწოდებლებს წარმოების, სამეტაპიანი ლოგისტიკისა და ხარისხის ლაბორატორიული შემოწმების სრულ ხარჯებს აკისრებს, ბაზარზე შესვლის ფინანსურ ბარიერს კიდევ უფრო ზრდის საკვალიფიკაციო პირობა, რომლის მიხედვითაც პრეტენდენტ კომპანიას 2022 წლიდან დღემდე ტანსაცმლის წარმოება რეალიზაციის მიმართულებით მინიმუმ 5 მილიონი ლარის გამოცდილება მოეთხოვება. და საქმეს აღამას ვაგრძელებთ ტრადიციულად საფონდო ბაზრების მიმოხილვით. პირველ რიგში განვლილი სავაჭრო სესია უნდა შევაფასოთ, რომელიც დიდად გამორჩეული ნამდვილად არ ყოფილა. ჩვენ საშუალოდ 0.5%-იანი კორექცია ვიხილეთ, თუმცა დღეს უკვე ვითარება შეიცვალა, ისევ და ისევ დაბრუნდა პოზიტიური განწყობა უოლ-სტრიტის საფონდო ბირჟაზე. საშუალოდ საკმაოდ ძლიერი ზრდის დინამიკას ხედავთ, როგორც ხედავთ, S&P 500 არის გაზრდილი 0.71-ით, Dow Jones-ი 0.99%-ით, ხოლო NASDAQ-ის შემთხვევაში მატების მაჩვენებელი უკვე აჭარბებს 1%-საც კი, საერთო ჯამში უკვე საფონდო ბირჟას სულ რაღაც 1.5% აშორებს ახალ რეკორდულ ნიშნულს და ამ ნიშნულამდე მივა თუ არა ბირჟა, პრინციპში დამოკიდებული არის Nvidia-ზე, კომპანიაზე, რომელმაც დღეს თბილისის დროით დაახლოებით 12 საათზე უნდა წარმოადგინოს თავისი ფინანსური შედეგები, როგორი იქნება შედეგები წინასწარ, რა თქმა უნდა, არ ვიცით, ძალიან პოზიტიური მოლოდინები არის ზოგადად წინასწარ, ამას ისიც ხატყობს, რომ 1.5%-ით გაიზარდა მისი შეფასება და თუ Nvidia გაამართლებს იმედებს, ავარაუდოთ, უკვე NASDAQ-ზე ისევ დაბრუნდება ძალიან ძლიერი პოზიტიური მომენტუმი, თუ Nvidia-ს არ ექნება კარგი შედეგები, მაშინ ეს მთელი AI ინდუსტრიისთვის იქნება ძალიან ცუდის მომასწავლებელი, რადგანაც Nvidia პრინციპში უკვე გარკვეულწილად განსაზღვრავს AI ინდუსტრიის მთელ იღბალს. სანამ ყველანი Jensen Huang-ის კომპანიის მოლოდინში ვართ, იქამდე გადავინაცვლოთ ევროპაში, სადაც ასევე გვაქვს საკმაოდ დადებითი განწყობა, როგორც ხედავთ, 600 უმსხვილესი კომპანიის საერთო კაპიტალიზაცია არის გაზრდილი საშუალოდ 1.5%-ით. რაც შეეხება აზიას, შანხაისთან -0.18 გვაქვს, ხოლო ნიკეის შემთხვევაში -1.22%-ს ხედავთ, დიდად გამორჩეული შედეგები აქ ნამდვილად არ ფიქსირდება. რაც შეეხება ნავთობს, ის არის გაიაფებული ძალიან მკვეთრად 5%-ით $105-მდე დაეცა. ბრენდის ფასი WTI-ის ღირებულება კი $98-99 ფარგლებშია. ეს ყველაფერი კი უკავშირდება ცნობების გავრცელებასთან არსებულ სიახლეებს. ერთ-ერთი სიახლე ის არის, რომ შესაძლოა ირანის კონფლიქტი საკმაოდ მალე ან დასრულდეს, ან მინიმუმ გაჩნდეს ისეთი ტიპის შეთანხმება, რომელსაც ექნება გარკვეული კონტურები მშვიდობასთან დაკავშირებით, რადგანაც ასეთი შეთანხმება ჯერჯერობით ვერ ფორმდება, მოგეხსენებათ, უკვე ამის თვენახევარია და ეს სიახლეები, როგორც კი გავრცელდა, მას შემდეგ ნავთობისა და ბუნებრივი აირის ფასები დაეცა საშუალოდ 5%-ით, როგორც ხედავთ, ბუნებრივი აირის შემთხვევაში მეგავატი-საათი ენერგიის ღირებულება შეადგენს 59 ევროს. აქვე ოქროსა და ვერცხლებს უნდა ვისაუბროთ. მათი ღირებულება გაზრდილია დღევანდელ სესიაზე. ოქროს ფასი არის $4,528, ხოლო ვერცხლის შემთხვევაში $75 შედეგს ხედავთ ამ ეტაპზე. კრიპტოზეც გადავინაცვლოთ, აქაც შედარებით დადებითი ასე ვთქვათ, შედეგები გვაქვს ამ ეტაპზე. 2 ტრილიონ 660 მილიარდის ფარგლებშია ბაზრის შეფასება. ბიტკოინის ღირებულება შეადგენს, როგორც ხედავთ,
$77,100, ეთერემი კი $2,100 ვაჭრება. 1% გვაქვს ამ ეტაპზეც და კაპიტალიზაცია 257 მილიარდი არის. ეთერემთან ბიტკოინთან კი 1.5 ტრილიონი დოლარი. აქვე კი გეტყვით ტრადიციულად იმასაც, რომ ბიტკოინის ეთერემის ან სხვა ნებისმიერი აქტივი შეძენა თუ გსურთ, შეგიძლიათ მემართოთ Coinmania-ს, რომელიც არის ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული და ლიცენზირებული კრიპტობირჟა. რაც შეეხება უკვე ლონდონის ბირჟას, აქაც დადებითი შედეგები გვაქვს. საქართველოს ბანკი გაიზარდა დღევანდელ სესიაზე 1.5%-ით, TBC-სთან კი +0.91%-ს ხედავთ. და ბოლოს ეროვნულ ვალუტაზეც ვისაუბროთ, რომელიც გამყარებულია ბოლო პერიოდში. დოლართან კურსი გვაქვს 2.67, ევროსთან კურსია 3.10, ხოლო სტერლინგის კურსია 3.58. მოკლედ, ესეთი ვითარება და განწყობა გვაქვს შემოწმებში გლობალურ საფონდო ბირჟებზე, საქმეის აღამოს დასრულების შემდეგ კი თქვენ წინ გელით გარანტია საავტორო გადაცემა წარდილი, რომელიც ანონსებს სწორედ ახლა გაგაცნობთ. საქართველოს ავტო ექსპორტი ირანში გააქტიურა. სხვა ძირითად ბაზრებზე კი მკვეთრი ვარდნა. საქსტატის მონაცემებით 4 თვეში ქვეყანამ $527 მილიონი ავტომობილი გაყიდა, 29%-ით ნაკლები ვიდრე შარშან. რაწონა აქვს გამბაჟების საფასურის გაზრდას რეექსპორტის შემცირებაში და კარგავს თუ არა საქართველოს ჰაბის ფუნქციას. დღეს საღამოს 10-ის ნახევარზე BMG TV-ზე ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსი ნონიაძე ანალიზით და პროგნოზებით წერტილში თელარა გელანტიასთან ერთად. სოფლიო ამბებს წარმოგიდგენთ გლობალ ავტოიმპორტი. სოფლიო ამბებით გავაგზავნოთ საქმიანი საღამო და დავიწყოთ ევროკავშირის ფინანსთა მინისტრების თხოვნით თუ მოთხოვნით, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მდივან სკოტ ბესენს ეკუთვნოდა ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულებას, ასე ვთქვათ, ირანში მოკლედ საომარი მოქმედებების დასრულებას ითხოვს ევროკავშირის ფინანსთა მინისტრების დიდი ნაწილი. შესაბამისად ისინი აცხადებენ, რომ ეს კონფლიქტი ზიანს აყენებს ევროკავშირის საომავლო პერსპექტივას, ეკონომიკურ განვითარებას და რა თქმა უნდა ზრდის ნავთობის ფასებს, რაც დიდწილად გამოწვეულია ირანში მიმდინარე კონფლიქტით. თან ყველგან დაჩქარდა უკვე ინფლაცია 2023 წლის ნიშნულამდე. ლამის ყველა ქვეყანაში. შეცვალა სხვათა შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა ინფლაციის მოლოდინებიც და კიდევ გადაიხედება სავარაუდოდ ზაფხულის განმავლობაში. G7-ის მინისტერიალზე მოხდა ამ თხოვნის გაჟღერება. გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის და ევროკომისიის წარმომადგენლებმა განაცხადეს ამასთან დაკავშირებით. ასევე რაც შეეხება ამერიკული მხარის პოზიციას, ვაშინგტონმა ევროპელ სახელმწიფოებს განუცხადა, რომ ასე ვთქვათ, მათი ეკონომიკური პრობლემები, მათივე შიდა პოლიტიკური გამოწვევებია, შესაბამისად რაღაცა რეიტინგების დაქვეითება საკუთარ სახელმწიფოებში უნდა დააბრალონ საკუთარ თავს და არა გარე ძალეს პრაქტიკულად. თქვენ რომ არაფერ შუაში ირანში მიმდინარე ომი და ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატები 80%-ით გაძვირებული ნავთობი არაფერთან კავშირში არ არის. არაფერთან კავშირში არ არისო და უბრალოდ აი თქვენი შიდა პოლიტიკური ამბებია და ეს ეკონომიკური სტაგნაციაცო და შემცირებაცო აქედან გამომდინარეობს. თორე ავტობი რო გაძვირდა ახლა 80%-ით და ჰორმონის რუტერო დახურულია და ინფლაციის მაჩვენებელი მაღალია, ეს ჩვენი ბრალი ნამდვილად არ არისო. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ორდღიანი მინისტერიალის ფარგლებში მხარეებმა სავაჭრო დისბალანსი განიხილეს, ასევე ფინანსური დანაშაული სქემები და ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელები. შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა ერთობლივ დეკლარაციასაც მოაწერეს ხელი. მოკლედ გარდა იმისა, რომ რაღაცა სურვილი გამოთქვეს, ანუ მზაობა არა პრინციპში სურვილი მოთხოვნა და თხოვნა ამერიკის შეერთებული შტატების მისამართის, რომ სწრაფად დასრულდეს ეს კონფლიქტი, გაიხსნას ჰორმუზის რუტე, რაც გეოპოლიტიკურად და ეკონომიკურად მთელი მსოფლიოში და არა მარტო ევროკავშირის მნიშვნელოვანია, ეს ხაზგასმელია, რომ ეს აღინიშნა ფინანსთა მინისტრების მიმართვაში. გარდა მაგისა სხვა საკითხებზე იმსჯელეს და იმუშავეს G7-ის მინისტერიალზე, თუმცა როგორც ჩანს ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინადარი, როგორც ეძახის რომ ერეკლე არ არის კმაყოფილი ამ განცხადებით და ამბობს, რომ ეს შიდა პრობლემებია, რომელიც ევროკავშირს აქვს და ამაში ამერიკის შეერთებული შტატების ხელი არანაირად არ ურევია. ხო, რამდენად დასაჯერებელია ეს სხვა საკითხი, რადგანაც ვიცით, რომ მსოფლიოში ინფლაციის დაჩქარების მთავარი მიზეზი არის ნავთობის გაძვირება. ნავთობის გაძვირება კი გამოიწვია სწორედ ჰორმუზის რუტის ჩაკეტვამ და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებმა. თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან პოზიტიური განცხადება გავრცელა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა
იდეაში რიგით მეორე კაცმა, JD Vance-მა და თქვა, რომ თეთრ სახლსა და თეირანს შორის გამართულ მოლაპარაკებებში მხარეებმა ძალიან სერიოზულ პროგრესს მიაღწიეს, ისეთ პროგრესს, როგორც აქამდე ჯერ მიღწეული არ ყოფილა მთელი ამ თვეების განმავლობაში და უკვე შესაძლოა მომდენო რამდენიმე საათში, ეს მე რამდენიმე 48 საათია უკვე აღარც ვიცით, აი მომდენო 48 საათში არ ამოწურა. ხო, 48 საათი არ სრულდება, მუდმივად თავიდან ახლდება. მომდენო 48 საათში შეიძლება უკვე პირველი ასე ვთქვათ, შეთანხმების გარკვეულწილად დრაფტი გამოჩნდეს დოკუმენტისა. სწორედ ეს არის ის სიახლე, რაც ბირჟაზე პოზიტიურ დინამიკას იწვევს და ნავთობს აიაფებს. მეტი დეტალები არ თქმულა JD Vance-ის მხრიდან, მისი განცხადებით, საკითხი რა თქმა უნდა შეეხება ბირთვულ პროგრამას, საერთოდ რის გამოც დაიწყო ეს კონფლიქტი, ასევე შეეხება ბალისტიკური რაკეტების წარმოების საკითხს და აგრეთვე ჰორმუზის გახსნა. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი დღევანდელი მოცემულობით, თუმცა აქ გაუგებარი ერთი ის არის, რამდენად იზიარებს ამ სულისკვეთებას თეირანი, რადგანაც უკვე ძალიან დიდი ხანია. გასაგებია იგი, გაუგებარი არ არის. უბრალოდ არ დაუსახელებიათ მათ კონკრეტულად, ვიცით ალბათ რასაც იტყვიან, მათთვის ეს პირობები არის მიუღებელი, ისინი უკან არ დაიხევენ. იცი როგორი წრია დაახლოებით დოქტორ სტრენჯი რომ დორმამუსთან მიდის დოქტორ სტრენჯი გაუთავებულა და ბოლოს დანებდება ის დაახლოებით იგივე გამანადგურებელი ძალა, აი ეგეთი ვინ დანებდება ეხლა უსასრულოდ იგივეს ვამბობთ, წინაგორასაც იგივე ვთქვით პრინციპში რაღაც. გავიჭედეთ ამ რეალობაში. დროის ქვას დონალდ ტრამპი მართავს. სხვათა შორის ეს დროის ქვა და ეს დამოკიდებულება დონალდ ტრამპი შეიცვალა ფედერალური რეზერვის მისამართი, რაც გასაკვირია პრინციპში დონალდ ტრამპმა მოკლედ ერთ გამოცემასთან ინტერვიუში თქვა, რომ მას არანაირი მოლოდინი არ აქვს და არ სთხოვს მოკლედ ფედს რომ საპროცენტო განაკვეთების შეამციროს. თუმცა ჩვენ ვიცით რომ დაპირისპირების ძალიან ხანგრძლივი პერიოდი ჰქონდა ამ პროცესს. ხო, ჯერომ პაუელთან მიმართებით ის ამბობდა რომ ჯერომ პაუელი იქცევა რბილად ვთქვათ, არასწორად და აუცილებელია საპროცენტო განაკვეთების შემცირება ეკონომიკის სტიმულირებისთვის, განვითარებისთვის. დასაჭერიც არისო, ამასაც იზარდა. კი ბატონო, პროკურატურამ მას დაიწყო გამოძიება ჯერომ პაუელის საწინააღმდეგოდ, თუმცა ეს პროცესი დასრულდა ისე, როგორც უნდა დასრულებულიყო ჯერომ პაუელმა ბოლომდე, ასე ვთქვათ, დადგა თავისი დამოუკიდებელი ინსტიტუტის მხარეს, დადგა რიცხვების მხარეს და შესაბამისად იმოქმედა. ახლა ტრამპი ამბობს, რომ არანაირი მოთხოვნა ფედის მისამართით არ აქვს საპროცენტო განაკვეთების შემცირებასთან დაკავშირებით და უორში, რომელიც ახალი ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელია, მასაც სრული თავისუფლება და დამოუკიდებლობა ექნება. კევინ უორშიც საუბრობდა ამასთან დაკავშირებით და ამბობდა, რომ არანაირი შეთანხმება პრეზიდენტ ადმინისტრაციასთან არ ქონდა იმასთან დაკავშირებით, რომელსაც გახდებოდა ფედის ხელმძღვანელი საპროცენტო განაკვეთებს გადახედავდა კლების მიმართულებით. მით უმეტეს ახლა ანალიტიკოსების შეფასებით უფრო ზრდის მიმართულებით შეიძლება გადაიხედოს. და უორშის პირველი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ზრდა. ხო, და არც კლება. მინიმუმ უცვლელად დატოვებს. საუკეთესო ვარიანტი უცვლელობა. კლება გამორიცხულია და არ იქნება. საუკეთესო ვარიანტია რომ დატოვოს უცვლელი და მეორე ვარიანტი, ეს უარესი ვარიანტი არის გაზრდა მინიმუმ 0.25 მიასადი საბაზისო პუნქტით. შესაბამისად, დღეს რაღაც საუბარი იმაზე, რომ ადმინისტრაცია შეეცდება ფედის დამოუკიდებელ შესვლას და ჩარევას, ტრამპმა პრინციპში ამ განცხადებით გააკარწყლა, ან შეიძლება ეს განცხადება გაკეთდა ჟურნალისტებისთვის და ანალიტიკოსებისთვის, თუმცა ფაქტია, რომ უორში არის ის ფიგურა, რომელიც რეალურად ფიქრობს იმაზე, რომ ფედის დამოუკიდებლობა არის უმნიშვნელოვანესი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და ზოგადად საფინანსო სამყაროსთვის და უორში ამ მიმართულებას მიყვება. თან მხოლოდ უორში არ არის დამოუკიდებლობა. საპროცენტო განაკვეთების გაზრდა. იქ არის საბჭო, რომელიც მართავს პროცესს. ასე რომ რაღაც კითხვის ნიშნები, ერთადერთი კითხვის ნიშანი რაც არის, მაშინ რას ერჩოდა ჯერომ პაუელს დონალდ ტრამპი. ალბათ პიროვნული დაპირისპირების გამო, არ ვიცი, სხვა რა მიზეზი შეიძლება ყოფილიყო, ასე უცებ შეცვლა. გასაგებია სხვა გეოპოლიტიკური ვითარება, სხვა მოცემულობა, შეიძლება ტრამპი მაშინ ფიქრობდა, რომ ეს პირიქით დაეხმარებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებს. არც 4%-იანი ინფლაცია არ იყო მაშინ. არც ნავთობი იყო 80%-ით გაძვირებული, არც ჰორმუზის სრუტე არ იყო ჩაკეტილი და არსებითად სხვა ეკონომიკურ რეალობაში ვიყავით და სხვათა შორის ამაზე მაშინ საუბრობდა როგორც პაუელი, ასევე უორში, რომ იმ დროს იყო
გარემო იმისა, რომ განაკვეთები შემცირებული იყო, მაგრამ დღეს მაშინ ეს გარემო უნდა გაგრძელებულიყო და ეს გარემო, რომელიც გარკვეულწილად შეიცვალა ტრამპის გამო. შესაბამისად, ძალიან რთულია ახლა ტრამპა ამ შეცვლილ გარემოში იგივე მოითხოვოს, რასაც ითხოვდა 2-3 თვის წინ. ეგ უბრალოდ არ გამოვა და ამას უკვე თავადაც ეგუება, როგორც ჩანს, საკმაოდ ისეთი რეალისტური მოლოდინები გაუჩნდა უორშის მიმართ, რაც კარგი არ გვინდა ფედთან დაპირისპირება არ გვინდა არავის. ფედის ასე ვთქვათ, მანდატი უნდა იყოს ხელშეუხებელი და ფედის სტატუსზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული. თუ ფედის მიმართ დობა შეირყევა ინვესტორების მხრიდან, ეს გამოიწვევს ობლიგაციების განაკვეთების დასს და ეს მთელი პლანეტისთვის ძალიან ცუდი იქნება. ამის დეტალებში ჩასვლას არ აქვს აზრი, ფედი იქ უნდა იყოს, სადაც არის, როგორც არის და რა ფორმითაც არის. აქვე ჩვენ უკვე გადავიდეთ დიდ ბრიტანეთში, სადაც ვიცით რომ ცოტა არ იყოს და ისეთი პოლიტიკური კლიმატი დათბა გაწყალდა ძალიან სწრაფად, რადგანაც პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის მიმართ არის კრიტიკა და კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი საგანი გახდა ის კანონპროექტი, რომელიც მიიღო მთავრობამ და ეს კანონპროექტი ითვალისწინებს გარკვეულწილად რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებას, მაგრამ ამავდროულად საგამონაკლისო წესის დაშვებას, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში მისცემს რუსულ ნავთობს იმის საშუალებას, რომ აღმოჩნდეს დასავლურ ბაზარზე, მათ შორის გვერდითი ეფექტით, რა თქმა უნდა, ბრიტანეთის ბაზარზეც. ამ კანონპროექტს ხოთაშორის სტარმერი გამოეხმაურა და მან სრულად უარყო, რომ ეს არ ნიშნავს რუსეთისთვის ან სანქციების შემსუბუქებას, ან რუსულ ნავთობზე გადასვლას, ან კრემლის ხარდაჭერას, ან პუტინისთვის ფულის გადაცემას. მისი თქმით, უბრალოდ ახლა იმდენად რთული ვითარებაა სანავთობო ბაზარზე და ფიზიკურად ნავთობი არ არის პლანეტაზე, რადგან ჰორმუზია ყველაფერი გაჭედილი, ამიტომ დიდად არჩევანი არ აქვს ბრიტანეთს, რომელსაც სჭირდება იმპორტირებული ნავთობი და მოუწევს ქვეყანას, რომ საგამონაკლისო წესით შეიძინოს ნავთობი ყველასგან, ვისგანაც შეძლებს. ეს დაახლოებით იგივე გამონაკლისია, რაც ამერიკამ დაუწესა თავად რუსეთს, ის 30 დღიანი გამონაკლისის წესი, რომელიც ითვალისწინებს ტანკერებში მოქცეული რუსული ნავთობის, ასე ვთქვათ, დაშვებას, დაახლოებით იგივე კანონზე გვაქვს, აქაც საუბარი, არაფერი რადიკალური და უცნაური აქ არ არის, მაგრამ ბრიტანელმა კანონმდებლებმა და ოპოზიციონერებმა გააკრიტიკეს ამის გამო სტარმერი და მას ბრალი დასდეს რუსეთის ხელშეწყობაში და იმაში, რომ ერთ მხარეს ბრიტანეთი აწესებს სანქციებს, მეორე მხარეს ბრიტანეთი აძლევს რუსეთს იმის საშუალებას, რომ გაყიდოს ნავთობი, რაც არის არათანმიმდევრულობა მარტივად რომ ვთქვათ, მაგრამ როგორც ვთქვით, სტარმერი ამას უარყოფს, პრინციპში მისი არგუმენტით საკმაოდ მყარია, რადგანაც ფორს-მაჟორია, არ არის ასეთი მოცემულობა, ისეთი რაც ყოველდღე არის ხოლმე, რაც ჰორმუზი არ ყოფილა ჩაკეტილი ძალიან დიდი ხანია და ბრიტანეთს არ არის ის ქვეყანა, რომ შეეძლოს თავის ენერგორესურსებზე ცხოვრება. დამოკიდებულია იმპორტზე და როდესაც ნავთობი არ აქვს, ძალიან რთულია გააგრძელოს ცხოვრება. თან ბრიტანეთში განსაკუთრებით აწუხებთ ინფლაცია და ნავთობის გაძვირება. მთელი პოლიტიკური კრიზისი, რაც დღეს ბრიტანეთში არის, ისედაც ნავთობთან დაკავშირებული და აქ დამატებითი შეზღუდვების შენარჩუნება ახლა იქნებოდა ნამდვილად ძალიან რთული. სოფლიო ამბებს წარმოგიდგენთ Global Auto Import. საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის მონაცემებით მაისში ბირჟაზე ვაჭრობა გააქტიურდა. სტატისტიკის მიხედვით 1 მაისიდან დღემდე ენერგეტიკულ ბირჟაზე დაახლოებით 25 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგია გაიყიდა. საშუალო ფასი კილოვატ-საათზე 11.9 თეთრი იყო. 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს თითქმის 1.1 მილიარდი კილოვატ-საათი ელექტროენერგია იყიდა. სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, აქედან 758 მილიონი კილოვატ-საათი რუსეთიდან შემოვიდა, რომლის ძირითადი ნაწილი ოკუპირებული აფხაზეთისთვის იყო. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე საქმიანობის განხორციელებისთვის ბიზნესზე დაწესებული ჯარიმო 30,000 ლარამდე იზრდება. განმეორებით დარღვევისთვის კი სანქცია 50,000 ლარი იქნება. შესაბამისი ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტით შედის. რაზეც შეთანხმდნენ პუტინი და სი ძინპინი, ეს ის კითხვა, რომელიც გეოპოლიტიკით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდება. როგორც ცნობილია, ტრამპის არც ისე წარმატებული ვიზიტიდან ერთი კვირის თავზე პეკინს რუსეთის ლიდერიც ეწვია. ეწვია და არც თუ გასაკვირად გაცილებით ბევრი რამის მიღწევა შეძლო, ვიდრე შტატების ლიდერმა, რაზე ისაუბრეს, რაშია თანხმეს და რა განაცხადეს პუტინმა და სი ძინპინმა, ამაზე სასაუბროდ ახლა ერეკლე პოლოდიშვილი შემოგვიერთდება ერეკლე საღამომშვიდობის. ეკა საღამომშვიდობისა და მივესალმები მაყურებელს. ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პეკინში საკმაოდ საინტერესო, შეიძლება ითქვას, ტრამპის ვიზიტის საპასუხო, ურყევი და ყოვლისმომცველი პარტნიორობის ხაზის გასასმელი სამიტი გამართეს.
შეხვედრისას ორმა ლიდერმა მტკიცედ დაგმო ვაშინგტონის სურვილი იყოს მსოფლიოს ერთპიროვნული მმართველი, ანუ ჰეგემონი. მათ გამოთქვეს შიში, რომ თუ ზესახელმწიფოები წესრიგს არ აღადგენენ, აშშ კი ტრამპისეულ გლობალური წყობილების მომშლელ ომებზე უარს არ იტყვის, ისე საინტერესოა რომ ამას პუტინი ამბობს. მსოფლიო ჯუნგლების წესით მოქმედებას დაიწყებს და ეს საფრთხის წინაშე ყველას, აბსოლუტურად ყველას დააყენებს. ერთობლივ განცხადებაში მათ პირდაპირ გააკრიტიკეს ტრამპის მიერ ინიციირებული 175 მილიარდიანი ღირებულების რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ოქროს გუმბათი, როგორც სიმბოლო იმისა, რომ ამერიკის თვალში გლობალური თანამშრომლობები წარსულს ჩაბარდა და რომ მარტივად რომ ვთქვათ, ყველამ საკუთარ თავზე უნდა იზრუნოს. ამ სამიტით მათ თავი წარმოაჩინეს როგორც გლობალური ჰეგემონის აშშ-ს ალტერნატივად, სიმბოლოდ იმისა, რომ ერთად და მყარად დგანან ფეხზე და რომ მათი ნდობის მასშტაბი აშშ-სა და მისი ევროპელი, შეიძლება ითქვას, ყოფილი მოკავშირეებისას არაფრით ჩამოუვარდება. ლიდერები შეეხნენ აშშ-ირანის ომსაც, იმის გათვალისწინებით თუ რა გავლენა აქვს კონფლიქტს გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საჭიროა საერთაშორისო კონსენსუსის მიღწევა ომის დასასრულებლად და გამოთქვეს ამ პროცესში თავადაც ჩართვის მზაობა. სი ძინპინის თქმით, სამხედრო მოქმედებების შეჩერება და სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა ახლა კრიტიკულად საჭიროა. ორივე ლიდერმა აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა ახლა უპირველესი, გადაუდებელი საკითხია და რომ ვაშინგტონისა თუ ისრაელის მიერ საომარი მოქმედებების განახლება სრულად არამიზანშეწონილი იქნება. ბევრი ვისაუბრეთ გეოპოლიტიკაზე და დროა მთავარზე გადავიდეთ. გარიგებებზე. ეჯგარეშეა რომ მხოლოდ ძალის დემონსტრირება არ ყოფილა პუტინის სი ძინპინის შეხვედრის მიზანი. მოკლედ, ჯამურად ხელი მოეწერა არც მეტი არც ნაკლები 20 ორმხრივი შეთანხმება გაფორმდა მარტივად რომ ვთქვათ. ეს იმ ფონზე, როცა ტრამპის შემთხვევაში ერთი დოკუმენტიც ვერ ვიხილეთ. ამ გარიგებებით ოფიციალურად განმტკიცდა ქვეყნებს შორის ეკონომიკური, ენერგეტიკული თუ ადმინისტრაციული კავშირები. დოკუმენტების ეს ნაკრები მოიცავს ტექნოლოგიურ თანამშრომლობასა და მდგრად ვაჭრობას, ასევე ანტიმონოპოლიური კადრების გადამზადების ერთობლივ პროგრამებს. გარდა ამისა, სტრატეგიული ინოვაციების დასახალისებლად მათ საფუძველი ჩაუყარეს ერთობლივი ინოვაციების ინსტიტუტის დაარსებას და შეთანხმდნენ ტალანტების განვითარებისა და სამეცნიერო კვლევების მიმართულებით მჭიდრო კოორდინაციაზე. ამ მრავალსექტორული გარიგებების მიღმა უმთავრეს პრიორიტეტად კვლავ დარჩა ენერგეტიკული უსაფრთხოება. პეკინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გააგრძელებს რუსული ენერგორესურსების შესყიდვას და დარჩება უმსხვილეს შემსყიდველად. მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ლიდერები ოფიციალურად შეთანხმდნენ არსებული მილსადენის, ციმბირის ძალა 1-ის, წლიური სიმძლავრის მოდერნიზებასა და გაფართოებაზე. შეთანხმდნენ იმაზეც, რომ დიდი ხნის განმავლობაში შეჩერებული ციმბირის ძალა 2-ის გასადენის პროექტი საბოლოოდ შედგება. ეს გრანდიოზული 2600 კილომეტრიანი მილსადენი რუსეთის იამალის საბადოებიდან ჩინეთში, მონღოლეთის გავლით წლიურად 50 მილიარდი კუბური მეტრის გაზს გაიტანს. შედარებისთვის, ციმბირის ძალა 1-ს ამჟამად მაქსიმალური დატვირთვით მხოლოდ 38 მილიარდი კუბური მეტრის გატარება შეუძლია. ხო, აქ ერთი რამ უნდა ვახსენოთ და არ უნდა გამოგრჩეს. ფუნდამენტური შეთანხმების დადების მიუხედავად, გარკვეული ფინანსური თუ კომერციული ნიუანსები კვლავაც დასაზუსტებელი რჩება. კერძოდ, ჩინური მხარე კაცრად ითხოვს გადასახდელი ფასის მორგებას რუსეთის შიდა ტარიფთან, რაც 1000 კუბურ მეტრზე $120 გულისხმობს. მაშინ, როდესაც მოსკოვი მოითხოვს ციმბირის ძალა 1-ის ანალოგიურ პირობებს, ანუ საშუალოდ $240-260. აი, რამდენად რეალურია მათი ერთობა, ის რაც წარმოგვიჩინეს დღეს, ალბათ სწორედ ამ საკითხზე მორიგებამ უნდა გამოავლინოს. დასასრულს უნდა ვთქვათ ისიც, რომ პუტინმა ჩინური ბაზრის ნავთობითა თუ ნახშირით მომარაგების შეუფერხებლად გაგრძელების მსატყოფნა გამოხატა. თუმცა ამ მხრივ ახალი და კონკრეტული არაფერი მოგვისმენია. მოკლედ, მართლაც საინტერესო სამიტი გამოვიდა, სამიტი, რომელსაც თავიდანვე ეტყობოდა, რომ იქნებოდა პირდაპირი რეაქცია ტრამპის ვიზიტზე. სამიტი, რომელმაც შეახსენა სწორედაც თეთრ სახლს, რომ თუ გლობალური წესრიგის არევა სურთ, ჰორიზონტზე სხვებიც არიან, ვინც ვალში ნამდვილად არ დარჩებიან შტატებს. გლობალური ბიზნეს ამბებით გავაგზავნოთ და ჩინეთიდან პირველი ამბავი, რომ ეს უკავშირდება ტექნოლოგიურ გიგანტს Alibaba-ს, მან ახალი ხელოვნური ინტელექტის ჩიპი Zenwu M890 წარადგინა. არ თქვა ვიზახტი სახელია, მაგრამ აი ესე, კარგად ამოიგითხეს. Zenwu
ასე ვქვია, ახალ ჩიპს. არსებული ინფორმაციით დასახელებული პროდუქტი კომპანია Nvidia-სთვის, ასე ვთქვათ, კონკურენციის გაწევას ისახავს მიზნად, როგორც იცით, ჩინეთისთვის არ არის Nvidia-ს ჩიპები, ხელმისაწვდომი ის ჩიპები, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პრინციპში. არც სხვა ამერიკული, მაგრამ რაღაც დაბალი წარმადობის ჩიპები ხელმისაწვდომია. ამერიკელებსაც რა უნდა ეგეთი ჩიპები კი? ხო, სადმე ხო უნდა გასახდეს, შესაბამისად ჩინეთში მიდის. შემდეგ ჩინელები ამ ჩიპებზე მუშაობენ და ქმნიან სხვა ჩიპებს, რომელიც კონკურენციაში შევა Nvidia-სთან. Alibaba შვილობილი ნახევარგამტარული საწარმო T-Head-ის მიერ შექმნილი ახალი ნაწარმი წინამორბედ მოდელთან შედარებით სამჯერ მაღალ ეფექტურობას უზრუნველყოფს. ახალი პროცესორი შეიქმნა სპეციალურად იმ პროგრამული სისტემებისთვის, რომლებიც ადამიანის მინიმალური ზედამხედველობით კომპლექსურ და ასე ვთქვათ, მრავალ საფეხურიან ამოცანებს ასრულებენ. ამასთან ახალი ჩიპები ეფექტურად უმკლავდებიან მეხსიერების და კომუნიკაციის დიდ მოთხოვნებს, რომლებიც რეალურ დროში მოდელების კოორდინაციას საჭიროებენ. როგორც ირკვევა, როგორც აღნიშნეთ, ეს ინოვაცია მიზნად ისახავს ამერიკის შეერთებულ შტატებთან კონკურენციას, გამძაფრებას ამ კონკურენციის და სხვათა შორის ამ პროცესში ჩართული არის კიდევ ერთი გიგანტი Huawei-ც, რომელიც ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს და სავარაუდოა, რომ ისიც უახლოეს პერიოდში გააკეთებს პრეზენტაციას და შექმნის Alibaba-ზე უკეთეს ჩიპს სავარაუდოდ. ხო, უკვე 5 დიდი მოთამაშეა პრინციპში ჩინეთის ბაზარზე, რომლებიც ჩიპებს აწარმოებენ და ცდილობენ Nvidia-სთვის კონკურენციის გაწევას. კარგია ეს, რა თქმა უნდა, რაც მეტი კონკურენტი იქნება, მით უკეთესი პროდუქტები შეიქმნება ბაზარზე და უკვე ჩვენ ჩინეთიდან გადავიდეთ მეზობელ სახელმწიფოში. Zhenwu, არ დაგვაუწყოთ. Zhenwu 890. 890. M890. ჩვენ მაგის ყიდველები არა ვართ, არაფერში არ გამოგვადგება, მაგრამ ჩინელებს გამოგვადგება. უნდა ვიცოდეთ. ჩინეთიდან მეზობელ ქვეყანაში გადავიდეთ ინდოეთში და ინდოეთის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანზე უნდა ვისაუბროთ, რამდენი ხანი არ მომკითხავს გაუტამ ადანი, ქორწილის მერე. აი გაუტამ ადანი არ მომიკითხავს რამდენი ხანია და ისეთი კარგი სიახლე აქვს, რომ უნდა შევეხოთ აუცილებლად მას ახლა. თაღლითობის ბრალდებით მის წინააღმდეგ მიმდინარეობდა გამოძიება ამერიკაში და ისეთი თაღლითობაა ეს, მას უყვარს ზოგადად ასეთი თაღლითობები, არაერთი ბრალდება აქვს და არაერთი ჯარიმაც გადაუხდია ასეთი ტიპის თაღლითობებისთვის და ეს იყო დაკავშირებული ადგილობრივი კანონმდებლების და პოლიტიკოსების მოსყიდვასთან ინდოეთში 265 მილიონი $-ის კორუფციული გარიგება უნდა განეხორციელებინა მას. აქ არავინ არ ვერჩით ბატონ ადანინს ამ საქმეში, ამაში საუკეთესოა ის დედამიწაზე. გამოძიების გარეშე გეტყვი რომ ეგრე იქნება. გამოძიების გარეშე ვიცით რომ ასეა. რადგანაც გაუტამ ადანის აქვს ისტორიაში ყველაზე დიდი ტენდერი მოგებული 30 მილიარდიანი და ეგ როგორ მოიგო, მაგის დეტალებს თუ ჩაეძიებით, ნახავთ როგორ უყვარს ამ ადამიანს ეს კორუფცია და როგორ კარგად გამოსდის მას ეს, მაგრამ ეს არ არის პრობლემის თავი და ბოლო. პრობლემა აქ ის იყო რომ ამ პროექტში ჩართული ყავდა მას ამერიკელი ინვესტორები და როგორც ჩანს ამერიკელი ინვესტორებსაც ატყუებდა, მაგრამ ახლა უკვე აღარ მტკიცდება ასე, რადგანაც იუსტიციის დეპარტამენტმა ეს მყისიერად შეწყვიტა გამოძიება დააგდეს ეს საქმე და თქვეს რომ გაუტამ ადანი არის პატიოსანი კაცი და თავი დავანებოთ მასო. მაგრამ ამას წინ უძღოდა ერთი უცნაური მოვლენა. კერძოდ ის რომ მან თავის პირადი მთავარ ადვოკატად დანიშნა რობერტ ჯიუფრა, რომელიც ამავდროულად არის ტრამპის მთავარი ადვოკატი და ჯიუფრამ ურჩია ადანის ძალიან საინტერესო რამ. ის რომ მას ამერიკაში უნდა განახორციელებინა 10 მილიარდი $-ის ინვესტიცია სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურაში. როგორც კი მან ეს ინვესტიცია დაანონსა და გაასაჯაროვა, ერთი კვირის თავზე შეწყდა ეს გამოძიებაც და ისიც გააცნობიერეს ამერიკაში, რომ ეს კაცი თურმე არ ყოფილა გარეული არანაირი ტიპის თაღლითობაში. ვინ რა ითაღლითა? ეს ახლა თქვენ განსაზღვრეთ, მაგრამ საქმე ასე გამოიყურება, გაუტამ ადანის ქონება უმყურებლის მონზე არის 108 მილიარდი $, და ის არის რიგით მე-17 ყველაზე მდიდარი ადამიანი პლანეტაზე, ხოლო ინდოეთში ის იკავებს მეორე ადგილს უკვე კარგა ხანია, აქ იმყოფება, ალბათ ვერავინ ვერ წაართმევს მას ამ მეორე ადგილს, რადგანაც როგორც გითხარით, მას აქვს ისტორიაში ყველაზე დიდი ტენდერები მოგებული. ინდოეთის ისტორიაში, რა თქმა უნდა, ის პირველ ადგილზეა, პლანეტის ისტორიაში პირველ ადგილზეა 31 მილიარდიანი ტენდერი მოიგო მან. ერთ დროს როგორ მოიგო? ბევრი რამე მარტივდება, როდესაც სამხელა ფინანსური რესურსი. ხო, მათ შორის, როდესაც პრემიერ-მინისტრ მოდის კამპანიას აფინანსებ უკვე 10 წელიწადია და ყველა საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო თუ სხვა ნებისმიერ სექტორში დებს არჩევნებში 10 მილიარდს ამერიკის შეერთებულ შტატებში. აი, ეგ არის საინტერესო. ალბათ ენერგეტიკა გამოსდის ადანის სხვადასხვა შორის ყველაზე დიდი ქვანახშირი საწარმო აქვს პლანეტაზე, კიდევ ერთი რეკორდი ეკუთვნის მას. ძალიან საინტერესო ადამიანია. ადანის ალკე მიუძღათ რამე ეს ადანის რეკორდები. ადანის რეკორდები. რაშია დახელოვნებული ბატონი ადანი გარდა იმისა, რომ დიდი ფულადი
დიდძალი ფულის პატრონია. მოკეთ ხელოვნური ინტელექტის სფეროზე გადავინახოთ და ვახსენოთ ცნობილი მკვლევარი OpenAI-ის თანადამფუძნებელი ეს ადამიანი და Tesla-ს ხელოვნური ინტელექტის მიმართულების ყოფილი ხელმძღვანელი Andrei Karpathy და მან საქმიანობა გააგრძელა კომპანია Anthropic-ში. Anthropic-ი ზოგადად ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურად ძლიერდება, ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე ხდება ბაზარზე და თუმეტეს აი ამ ტიპის კადრების მოზიდვა კომპანიისთვის ალბათ ერთიორად მომგებიანი გახდება. Karpathy მუშაობას მიმდინარე კვირას დაიწყებს და უხელმძღვანელებს ახალ გუნდს, რომლის მიზანიც არის cloud გამოყენებით წინასწარი წვრთნის კვლევების დაჩქარება, რაც AI-ის საბაზისო ცოდნისა და საშუალებების შეძენაში დაეხმარება AI აგენტს. შესაბამისად, OpenAI-ის უფრო დიდი თავს ატკივარი გაუჩნდა კონკურენციის ნაწილში, რადგან Anthropic-ი ძალიან ძლიერ პოზიციებს იკავებს უკვე და ამ ტიპის გამოცდილი კადრის შეძენით, რა თქმა უნდა, მათი პოზიციები კიდევ უფრო გამყარდება. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ Andrei Karpathy OpenAI ჯერ კიდევ 2017 წელს დატოვა, რის შემდეგაც Elon Musk-მა იგი Tesla-ში ავტოპილოტის კომპიუტერული ხედვის გუნდის ხელმძღვანელად გადაიყვანა. Musk-მა Karpathy OpenAI-დან იმ პერიოდში გადაიბირა, როდესაც თავად ორივე ტექნოლოგიური კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო. Musk-ი იყო OpenAI-ში დირექტორთა საბჭოს წევრი. 38 მილიონის ინვესტიციაც აქვს ჩადებული და დავაც იყო მასთან დაკავშირებით, რომელიც არა Musk-ის გამარჯვებით დასრულდა. როგორც ირკვევა, Anthropic-ის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული კიდევ ერთი მაღალი პროფილის ტრანსეფცია, რაც OpenAI-სთან გამძაფრებულ კონკურენციასა და ნიჭიერი კადრების მოზიდვისთვის ბრძოლას უკავშირდება. ეს არის სწორედ Karpathy-ის გადაპირება და მიმდინარე თვეს კომპანია XAI-ის დამფუძნებელი და წევრი Tesla-s ყოფილი თანამშრომელი Ross Nordin-იც შეუერთდა ამ კომპანიას უკვე ხო და მოხვეტეს რაღაცნაირად კადრები, რომელიც ბაზარზე იყო ხა. ბევრი ესეთი გამოშვებული კადრი ნამდვილად არ არის ბაზარზე და იმედია ვიღაცას დატოვებენ, სავარაუდოდ კარგი ანაზღაურებასაც დაჰკიდებოდნენ. ეს კადრები არიღებენ ანაზღაურებებს $100,000 ისინი პირდაპირ ათეულობით მილიონში იღებენ ამ ტიპის გარიგებებზე, როცა გვაქვს საუბარი. ეს ყველაფერი არის AI ბუმის ნაწილი და AI ბუმით რამდენიმე კომპანია ძალიან ხეირობს, ერთ-ერთი მათგანი არის სამხრეთ კორეული Samsung-ი, რომელსაც აქამდეც კარგად ჰქონდა საქმე, მაგრამ ახლა საერთოდ აყვავებულები არიან. მოგება გაათმაგებული ლამის და აქციების ღირებულება ბოლო ერთ წელიწადში არის გაზრდილი 400%-ით. მოკლედ ინვესტორები ზეიმობენ ესეთი კარგი დღე არასდროს მათ არ ქონიათ, როგორც ახლა აქვს, რადგანაც Samsung-ი არის ასული რეკორდზე $1.250 მილიარდს აღწევს უკვე მისი შეფასება და საერთოდ სხვა დონეზე არის გადასული ეს კომპანია, სწორედ AI ბუმის გამო. მაგრამ ინვესტორების ხეირის პარალელურად ძალიან ხმამაღლა ისმის თანამშრომლების უკმაყოფილება, ანუ იმ ადამიანების, რომლებიც ქმნიან Samsung-ს, აწარმოებენ იმ მოწყობილობებს, იმ პროცესორებს, იმ ჩიპებს, იმ მეხსიერების ბარათებს, ტელეფონებს, ტელევიზორებს თუ სარიცხეს მანქანებს, რომელთაც შემდეგ უკვე ეს კომპანია ყიდის და ამ მოგებასაც წერს და ეს ადამიანები ითხოვენ ძალიან გასაგებ რაღაცას. ანაზღაურების გაზრდას იმის შესაფამისად, რა ასე ვთქვათ, პროპორციითაც გაიზარდა კომპანიის მოგება. ძალიან მარტივად ითხოვენ რაღაცას. 47,000 ადამიანი იმუქრება გაფიცვით, ხუჩაბათიდან შევა ძალაში უკვე ეს გაფიცვა და Samsung-ის საწარმოო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად დაეცემა და პროფკავშირი იქამდე გააგრძელებს ამ პროცესს, სანამ უკვე მენეჯმენტი არ დაამტკიცებს ახალ ანაზღაურების პაკეტს. მოთხოვნას რაც შეეხება, საუბარი არის საოპერაციო მოგების 15%-ის ოდენობის ბონუსების გაცემაზე თანამშრომლებს. ძალიან ნორმალური შეთავაზებაა, ჩემი შეფასებით, იმ გადმოსახედიდან, რომ მათი მოგება არის გაათმაგებული. პირდაპირ და იმას, რომ 15% მოაკლდეს, ამით Samsung-ი წესით არ დაიღუპა. სამართლიანი. ხო, სამართლიანი რაღაც განაწილება გამოდის, თან ამ ადამიანებმა შექმნეს ეს Samsung-ი რაღაც ინვესტორებს არ დასიზმრებიათ ეს ყველაფერი, რაც დღეს ხდება. ეს ადამიანები ქმნიან ყოველდღიურად ამ კომპანიას. თან აქ გასათვალისწინებელი ის არის, რომ SK Hynix-მა, რომელიც არის ასევე სამხრეთ კორეული Samsung-ის ერთ-ერთი კონკურენტი, 10%-იანი ბონუსები გასცა უკვე თანამშრომლებს და შესაბამისად, როდესაც კონკურენტი ასეთ ნაბიჯს დგამს, იქვე შენს 15% მოითხოვო, საკმაოდ სამართლიანად. ხო, კონკურენტი, რომელიც უფრო შედარებით მცირეა. მცირეა და არ არის Samsung-ის ზომა. შენ ხელ რესურსი არ აქვს. SK Hynix-ი მხოლოდ ჩიპებს აწარმოებს და Samsung-ი ჩიპების გარდა კიდევ 1000 ტექნიკას აწარმოებს და დედამიწაზე ყველა მიცის Samsung-ის სახელი. ამის ფონზე Samsung-ში ძალიან დაიძაბა უკვე მდგომარეობა, თანამშრომლები ამბობენ, რომ ისინი პოტენციალურად საერთოდ შეწყვეტენ მუშაობას და Samsung-ს გააჩერებენ, თუ კი არ ექნება დათანხმება ამ საკითხთან დაკავშირებით, ალბათ მოუწევთ, სხვა გზა არ არის აქ უკვე აქ იმხელა იმდენი
რამდენი მილიარდი შეკვეთებია შესაძლებელი, ერთი კვირით გაჩერებაც კი იქნება პოტენციურად 15%-ის ეკვივალენტი ზარალი. გარდა მაგისა, საფონდო ბირჟებისთვის მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება, იქ ვარდნა იქნება აქციების ფასის დავა დაიწყება სასამართლო და ეს არავის არ უნდა, რა თქმა უნდა, ასე მოგვარდება ეს. 15% არის მათი შეთავაზება, პროკავშირების შეთავაზება. ხო, გასაგებია იქ რაღაც პროცედურების მიხედვით ალბათ სავარაუდოდ ხვალ იქნება უკვე გაფიცვა და გვეწოდება ისიც რა პასუხი იქნება Samsung-ის ხელმძღვანელობას და შედგება თუ არა მოლაპარაკებები. ჩვენ ამ შემთხვევაში ვართ თანამშრომლების მხარეს, გეუბნები. კი. და მათი მოთხოვნის მხარეს 15%-ით გაეზარდოს ანაზღაურება, ან გასცეს კომპანიამ ბონუსები, რომელიც ნამდვილად ეკუთვნით მათ. 2009 წელს ევროკომისიამ ნახევარგამტარების მსოფლიო ლიდერს Intel-ს იმ დროისთვის რეკორდული 1.6 მილიარდი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა. მიზეზი კლასიკური იყო, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, გამოძიებამ დაადგინა, რომ Intel-ი კომპიუტერების მწარმოებლებს Dell, HP, Lenovo საიდუმლო ფასდაკლებებს თავაზობდა მხოლოდ ერთი პირობით. მათ პროდუქციაში კონკურენტი AMD-ის ჩიპები არ უნდა გამოიყენებინათ. ეს იყო ეგრეთ წოდებული ლოიალობის ფასდაკლებების პრაქტიკა, რომელიც ბაზარს სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. მაშინ ეს თანხა წარმოუდგენელ მასშტაბად აღიქმებოდა. თუმცა დრო მაჩვენა, რომ ევროკომისია მხოლოდ ხურდებოდა. მას შემდეგ რეკორდები არაერთხელ მოიხსნა და Intel-ის მილიარდი დღევანდელი გადმოსახედიდან თითქმის ხურდასავით გამოიყურება. ანტიმონოპოლიური ჯარიმების აბსოლუტური ჩემპიონი Google-ია, რომელსაც 2018 წელს Android-ის საქმეზე კოლოსალური 4.34 მილიარდი ევროს ჯარიმა დააკისრეს. მანამდე იყო Google Shopping-ის кейსი 2 მილიარდ 420 მილიონი ევროს საჯარიმო სანქციით. რეკორდსმენთა კლუბს არც Apple ჩამორჩა, რომელმაც 2024 წელს მუსიკალური სტრიმინგის ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვისთვის მილიარდ 840 მილიონიანი ჩეკი მიიღო ოფისში. ევროპული რეგულატორებისთვის ტექნოლოგიური გიგანტების დაჯარიმება სპორტის სახეობად იქცა, სადაც ფსონები ყოველწლიურად იზრდება. რაც შეეხება თავად Intel-ს 2009 წელს ის იყო დაუმარცხებელი ტიტანი, რომელიც ბაზრის 80%-ზე მეც აკონტროლებდა და Intel Inside სტიკერი ლამის ყველა ლეპტოპზე ხარისხის ერთადერთ გარანტიად ითვლებოდა. მაშინ კომპანია AMD-ის ბაზრიდან გაძევებას ცდილობდა, დღეს კი რეალობა რადიკალურად შეიცვალა 2026 წლისთვის Intel-ი რთულ ტრანსფორმაციას გადის, კომპანია, რომელიც ოდესღაც სხვებს კარნახობდა წესებს, ახლა თავად ცდილობს არ ჩამორჩეს Nvidia-ს ხელოვნური ინტელექტის რბოლაში და AMD-ს, რომელმაც სერვერების ბაზარზე მნიშვნელოვანი წილი წაართვა. და ბონუს ამბავი აქვე, თუ გეგონათ, რომ ევროკომისიის მილიარდიანი ჯარიმები Intel-ისთვის და Google-ისთვის მტკივნეული იყო, მაშინ რუსული კრეატიული არითმეტიკის თაობაზე ჯერ არაფერი ხსმენიათ. იყო ერთი ასეთი შემთხვევა, როცა რუსეთის უზენაესმა სასამართლომ აბსურდული გადაწყვეტილება დატოვა ძალაში, Google-ს 91.5 კვინტილიონი რუბლის გადახდა დაეკისრა. ეს ასტრონომიული ჯარიმა, რომელიც დოლარებში დაახლოებით 1.2 კვინტილიონი დოლარია, მთელი პლანეტის მთლიან შიდა პროდუქტზე დაახლოებით მილიონჯერ მეტია. ფაქტობრივად, კრემლმა Google-ს მოსთხოვა თანხა, რომელიც ფიზიკურად არ არსებობს, არა მხოლოდ კომპანიის ანგარიშებზე, არამედ მთელ სამყაროში. კაცობრიობის მიერ შექმნილი ყველა მატერიალური სიკეთე ამ ჯარიმის მხოლოდ მიკროსკოპული ნაწილია. თუმცა რუსული სასამართლოსთვის ლოგიკა და ფიზიკის კანონები, როგორც ჩანს, მეორე ხარისხოვანია, როცა საქმე დასავლური ტექნოლოგიების გიგანტების სამაგალითო დასჯას ეხება. ცხადია, 1 ცენტის არ მიუღია რუსეთს ამ კვინტილიონებიდან, მაგრამ ვინ იცის, დღემდე ელოდებიან. ისევე როგორც მე ველოდები ბრაზილიის ნაკრების ჩემპიონობას 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე და წინასწარ ვიცი, რომ ეს არ მოხდება. საქმეის აღამო დღეს ამით დასრულებულია, მადლობა ყურადღებისთვის. ხო, შეხვედრა.